როდესაც ქალს შეაგდებ იგნორში, მასში ირთვება იგნორის პირველი სტადია, რაც არის გულგრილობა ან გაკვირვება. გააჩნია ურთიერთობის რა ეტაპზე და რამდენად ეფექტურად შეაგდებ მას. ამ სტადიაზე ქალმა შეიძლება მოგწეროს რა ხდება, რატომ ხარ ჩუმად, რა მეგეწკინა, გამებუტე. მეორე სტადია არის გაბრაზება, სადაც ქალმა შეიძლება მოგწეროს შემდეგი. რატომ არ მპასუხობ? ეს რა საბავშვო ბაღია? კითხვაზე მიპასუხე. საქმეზე გწერ. არ მპასუხობ, ხო, კარგი, ხო და კარგად იყავი. ანუ ეს არის იმის დემონსტრაციის მცდელობა, რომ დაგანახოს თუ რამდენად ფეხებზე ჰკიდია. თავისთავად მას უნდა მაგ სცენარის გადათამაშება მის სასარგებლოდ, მაგრამ მას ეგ არ გამოუვა თუ შენ გააგრძელებ იგნორს და არ გასცემ პასუხს. მესამე არის ვაჭრობის სტადია. აქ ქალმა შეიძლება ფოტო დაგილაიქოს, ან დაბადების დღე მოგილოცოს, ან თუნდაც რაიმე ნეიტრალური მოგწეროს, თითქოს და არც არაფერი მომხდარა. ანუ დამაჯერებელ მიზეზს მონახავს რომ მოგწეროს. მეოთხე სტადია კი არის უშუალოდ ემოციური მონანიება. მაპატიე, შტერი ვიყავი, შენი ნახვა მინდა, გთხოვ მიპასუხე. აბსოლუტურად ყველა იგნორის სცენარი უნიკალურია. სხვადასხვა პერიოდი გრძელდება ესა თუ ის სტადია და სხვადასხვანაირი რეაქცია აქვს ქალს ამა თუ იმ სტადიაზე. ზოგი საერთოდ პარტიზანივით ჩუმადაა, უშუალოდ ბოლო სტადიამდე. ზოგი კი შეგდებისთანავე იწყებს ზარებს და მესიჯებს. მაგ ყველაფერზე ახდენს გავლენას ორი რამ. პირველი ქალის ფსიქოტიპია, მეორე კი თქვენი ურთიერთობის რა ეტაპზე და როგორ შეაგდე ის იგნორში.